დილამშვიდობისა დღეს 27 ივნისია, დილის 8 საათი და 30 წუთი პირდაპირ ეთერში გადაცემა ერთსულოვნების დილა, სოფიო კუჭავა და გეგი ნემსიწვერძე ვიქნებით თქვენთან ერთად, ყველა მშვიდობიან, ბედნიერ და წარმატებულ დღეს გისურვებთ. ბედნიერ და ნაყოფიერ დღეს გისურვებთ ყველას, ჩვენ კი შევეცდებით საინტერესო გადაცემა შემოგთავაზოთ, თუმცა სანამ გეტყოდეთ თუ იქნებიან ჩვენ გადაცემის სტუმრები და რაზე შევაჩერებთ თქვენს ყურადღებას, მანამდე ვნახოთ საეკლესიო კალენდარი და ერთად შევიტყოთ თუ რომელ წმინდანებს იხსენიებს დღეს წმინდა მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია. 27 ივნის წმინდა მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია მოიხსენიებს წმინდა წინასწარმეტყველ ელისეს, წმინდა მეთოდის კონსტანტინოპოლელ პატრიარქს. დღევანდელი დღის მფარველი წმინდანების ლოცვით და მეოხებით უფალმა დაიცვას და დაიფაროს სრულიად საქართველო. ამინ. ყველას გილოცავთ დღევანდელი წმინდანების ხსენების დღეს და რაც შეეხება ჩვენი გადაცემის ანონსს. პარასკევია ტრადიციულად საკვირაო სახარების განმარტების შესახებ ვისაუბრებთ მოძღვართან ერთად. შემოგვერთდება წყნეთი ახალდაბის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი ლევან ფიროსმანაშვილი. ახლოვდება რეგისტრაციისა და შიდა გამოცდების პერიოდი თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში და ქსურს ფაკულტეტის შესახებ მოგაწოდოთ ინფორმაცია. დღეს ჩვენ სემინარიაზე ვისაუბრებთ და ბევრ საინტერესო ინფორმაციას მოგაწვდით ჩვენ სტუმრებთან ერთად. თემაზე სასაუბროდ კი შემოგვერთდებიან თბილისის სასულიერო სემინარიის დეკანი, სიონის საპატრიარქო ტაძრის მღვდელმსახური მღვდელი გიორგი ვაშალოვიძე და თეოლოგიის დოქტორი, თბილისის სასულიერო სემინარიის პედაგოგი ირაკლი ორჟონია და ასევე ლუკა სიმონიშვილი, თბილისის სასულიერო სემინარიის კურსდამთავრებული. ჩვენი ჟურნალისტი ნინი გელაშვილი მოგვიყვება ერთი ოჯახის საქმიანობის შესახებ და გვეტყვის თუ როგორ გაჩნდა იდეა ბებიის დანატოვარი რეცეპტების რეულიდან ახალი საქმის დაწყებისა, გადაცემის მსვლელობისას ნახავთ სიუჟეტს. 4 ივლისს 18 საათზე მწერალთა სახლში გაიმართება თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის გუნდის ბაზაზე შექმნილი კვარტეტის კონცერტი. კვარტეტის სახელწოდებაა გელა და ბანოვანი. მათი რეპერტუარი მოიცავს ქართულ, ქალაქურ და ხალხურ სიმღერებს. კვარტეტი 5 წლის წინ პანდემიის დროს ჩამოყალიბდა და რა თქმა უნდა გადაცემის დასკვნით ნაწილში შემოგვერთდებიან სტუმრები და აუცილებლად მოგვიყვებიან ამ კვარტეტის ჩამოყალიბების შესახებ და ასევე გვექნება რა თქმა უნდა შესაძლებლობა რომ მოვისმინოთ მათ მიერ შესრულებული მუსიკალური ნომრები. ასეთი იქნება ჩვენი დღევანდელი გადაცემა. ახლა ვნახოთ ამინდის პროგნოზი და ამინდის პროგნოზის შემდეგ მოძღვართან ერთად დავბრუნდებით სტუდიაში.
დაბრუნდით ეთერში მოძღვართან ერთად შემოგვიერთდა წყნეთი ახალდაბის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დიკანოზი ლევან ფიროსმანაშვილი. დილომშვიდობისა მამა ლევან. მშვიდობიან დილა მოგწეს ღმერთო. გაიხარით, დიდი მადლობა ჩვენთან მოგზაურობისთვის. ტრადიციულად პარასკევ დღეს ჩვენს გადაცემაში ვსაუბრობთ საკვირაო სახარების განმარტების შესახებ. მოვუთხრათ მაყურებელს და შემდეგ განვმარტოთ რა საიკითხავს კვირას საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია წებაზე. გეთილი მორიგი სახარება ჩვეულებრივად ეს პასკალის რითხვის დამთავრების მერე ეს რიგითობითად უწევს გარკვეული სახარება, რომელიც თავისთავად ისახება და წარმართავს პეტრმოციქულთა მარხვას და შემაგონებელი სწავლება არის და საინტერესოა მათ სახარებაში ეს სწავლება გამაგრძელებელია მაცხოვრის თაზე ქადაგების ცნობილი თაზე ქადაგების ვრცელი სწავლების თემას. ერთ-ერთი პატარა მცირე ამონარიდია იქიდან რა ჩვენთვის მნიშვნელოვანია. ამ ქადაგებას ერთი რამ დავუხდოთ, რომ მაცხოვრის მიდგომა სწავლებისადმი არის შემდეგი, რომ ერთი მხრივ თვითონ უშუალოდ ასწავლის ყველას, მაგრამ მეორე მხრივ ადამიანთაგან მოითხოვს სათასასწრებლის ძიებას. და მისი ნათელი გამომხატველი არის, რომ ის არათუ უბან ქალაქებში ან ბირჟებზე იწყებს ქადაგებას, როგორც ვთქვათ, არის ესეთი აზრი წარმოდგენილი, სინამდვილეში მაცხოვარი მოითხოვს ადამიანთაგან მსმენელთა ინტერესს. ანუ არა ყველას, არამედ მსმენელთა ინტერესებული აუდიტორიას მიმართავს და ამიტომ იგი დასახლებიდან გადის და მახლობლები დასახლებებიდან ვინც მიდიან საკმაოდ დიდი რაოდენობა, მაგრამ არჩეული ვანს ვინც აკეთებს, ის კატეგორია მიდის, ისმენს და მეც ესაუბრება. ამ შემთხვევაში ეს კონკრეტული ნაწილი, ანუ ეს ვრცელი სწავლება არის და ეს ერთი კონკრეტული ნაწილი ასახავს შეპირისპირებას სულიერისა და ფიზიკურის, სულიერისა და ამქვეყნიურებს, რომელიც მარადიული თემა არის და არათუ ჩვენი ეპოქალური არის, არამედ ყოველთვის ესე იყო, ყველა ეპოქისთვის აქტუალური იყო და ჩვენ ეპოქაშიც საინტერესოა. და შევნიშნოთ, რომ როდესაც სახარებას ვკითხულობთ არა რაღაც ისტორიულ მომენტს, ასპექტს განვიხილავთ, როდესაც მომხდარს, არამედ ნებისმიერ თხრობაში ჩვენ უნდა შევხედოთ, რომ საზოგადოების გარკვეული ნაწილი, სოციუმი იქნება კონკრეტული სოციალური ფენიდან წარმომადგენელი ადამიანი იქნება, თუ ამა თუ იმ სულიერ მდგომარეობაში ყოფი ადამიანი, ეს მოციქულებმა, მახარებლებმა, როდესაც ამოკრიბეს და შეარჩიეს ფაქტიურად თითოეულ ჩვენგანში არსებული სულიერი მდგომარეობანი. არა პერსონებზეა საუბარი, არამედ სულიერ მდგომარეობაზე. იქ დაჩაგრულ ადამიანზეა, მდიდარზე, ღარიბზე, სწავლულზე, მწიგნობარზე, მეძავზე, ქურდზე, მძარცველზე თუ სხვა გულშემატკივარ, ვინმეზე გულშემატკივარ ადამიანში ჩვენ უნდა დავინახოთ სულიერი ასპექტები, რომელიც თითოეულ ჩვენგანში ღვივდება და მაცხოვარი არა როგორც აღნიშნეთ ისტორიულ ჭრილში ვინმეს მიმართავს, არამედ თითოეულ ჩვენგანს მიმართავს და ამათ საყურადღებოდ უნდა მოვიხოთ. დიახ. აი მამა ლევან, ქრისტეს სწავლებაზე გაამახვილეთ ყურადღება, ჩვენ გუშინდელ გადაცემაში ვსაუბრობდით განათლების მნიშვნელობაზე. რამდენად მნიშვნელოვანია სულიერად გქონდეს შესაბამისი განათლება ადამიანს, მიიღოს ეს განათლება ეკლესიის მოწყვის დახმარებით, რომ შესაბამისად გააგრძელოს მერე ცხოვრება და ეს ცოდნა გააჩნდეს მას მთელი ცხოვრების განმავლობაში. საერო განათლებაში სასულიეროს ჩართვა აუცილებელია, თუმცა ამას აუცილებლად გადამზადება ჭირდება, ყოველივეს და გარკვეული რა თქმა უნდა ძრები არის ამისი, იმიტომ რომ თითოეულ ასაკზე ეს ინფორმატიულად მიიტანო განსაზღვრო და მათი მიმღეობა მზა იყოს, იმიტომ რომ ყველა ერთნაირად, ყველა ასაკობრივი ზღვარი ერთნაირად ვერ მიიღებს და ამიტომ ვალდებულია ეს მცოდნე პირი, ეს სასულიერო პირი იქნება თუ საერო პირი, ამისი მზაობა კონდეს და თავისთავად შემდგომ ეს შეიტანოს და თვითონ სასულიერო პირს კონდეს ეს გადამზადება თუ საერო პირი იქნება, იმიტომ რომ თანმიმდევრულობას უნდა კონდეს საუბარი, იმიტომ რომ როდესაც ჩვენ რელიგიაზე ვსაუბრობთ, არა რაღაც ქაოტურად ყოვლის მომცველი უნდა იყოს ყველა საუბარი, არამედ კონკრეტულ თემატიკას უნდა შევეხოთ და ასე რიგად უნდა შევიდეს და თავისთავად ალბათ როდესაც ამისი ყველამხრივი მზაობა იქნება, ფიქრობ რომ ჩვენ ქვეყანაშიც დადგება ეს ბედნიერება, რაც აუცილებელია რომ შევიდეს, იმიტომ რომ აქ არის ბევრი გამოწვევები, სახარებიდან კი გადავუხვიეთ, მაგრამ ბევრი გამოწვევები, რომლითაც რელიგია უნდა წარმოჩინდეს თვითონ როგორც
არსობრივი რა არის, მე მისი მეცნიერებისა და მის ერთმანეთთან მიმართება და ზნეობრივი სულიერ ზნეობრივი ასპექტები. რომელთაც ყველა მხრივად უნდა წარმოჩინდეს და აი ესეთი აღზრდელობითი ფაქტორები წამოვა. აქ წარმოჩინდება ის საკითხი, რომ რელიგია ეს არ არის უბრალოდ რაღაც განუსაზღვრელად მრწამს, რაღაც აბსტრაქტული მდგომარეობა, არამედ კონკრეტული არსობრივი და თავისთავად შედეგობრივი მხარეები, რომელთაც საზოგადოება გაიზრდება, იმიტომ რომ დღეს ჩვენ როგორადაც არ უნდა მოვინდომოთ რაიმე წყობილების დამყარება მეთოდის თუ სისტემის, თუ პერსონა არ წარმოადგენს პირნათელ ობიექტურ ალალმართალ ადამიანს, შეუძლებელი ხდება საზოგადოების აშენება და როდესაც ჩვენ ვიღაცა გვინდა ჩვენგან გამოვარჩიოთ, წარმოვაჩინოთ მუნიციპალურ თუ სახელმწიფოებრივ სტრუქტურებში, იმ ადამიანის სულიერ ზნეობრივი მხარე უნდა იყოს მოწესრიგებული და ეს იწყება დასაწყისშივე. ეს იწყება ოჯახში, ეს იწყება ეკლესიაში, ეს იწყება სკოლაში და აქედან გამომდინარე იქ სამივეგან სინქრონში ერთი რამ სულიერ ზნეობრივი კრიტერიუმები უნდა ესმოდეს, ამით უნდა იზრდებოდეს და შემდგომ ქვეყანას ჩვენ ფეხზე დამდგარს მივიღებთ. როდესაც საუბრობთ სულიერ და ფიზიკურ ჭიდილზე, ხომ მამა ლევან დღევანდელ დღეს როგორც თქვენ წანეთ, ეს არის მარადიული საკითხი, თავისთავად რაც არ უნდა საუკუნეები გავიდეს, ის რაცაც გვასწავლის ჩვენ სახარება, რასაც გვასწავლის ჩვენ უფალი ჩვენი იესო ქრისტე, თავისთავად ეს არ არის მხოლოდ ადრე მომხდარი გარკვეული ფაქტები, არამედ რაც არ უნდა საუკუნეები გავიდეს, ხომ შესაბამისად უცვლელი იქნება თავისთავად. და თავარი რაც არის, თუ როგორ უნდა დაუმორჩილოთ ჩვენი ფიზიკური და ჩვენი ემოციური მდგომარეობა, ჩვენს სულს, რომელიც ასე მიისწრაფის უფლისაკენ, მაგრამ ეს გარკვეული გამოწვევები, რომლებიც ესე ზღუდავენ, თქვათ, ჩვენს გონებას და გარკვეულწილად ფანტავენ ჩვენს გზაზე, ეკალბარდებს, ასე ვთქვათ, რომ არ მოხდეს ჩვენი სწორი სვლა უფლისაკენ. აი, როგორ უნდა შევებრძოლოთ ამ ყველაფერს? აქ არის ყველაზე მთავარი რამ. შეიძლება იდეოლოგია, სქემა, მრავალი შემოგვეთავაზოს, მაგრამ თავარი საკითხი თავად ადამიანში არის. იმიტომ რომ ადამიანი მიკერძოებული პერსონა არის და რას აირჩევს. იქიდან გამომდინარეა. ნებისმიერი სხვა საშუალება არის თავის მართლების, გამომართლების საშუალება, რომ ადამიანმა თავისი მიკერძოებული განწყობა იმით გაამართლოს და სურვილით. ამიტომ თუ ადამიანი ობიექტური იქნება, თუ ადამიანი პირნათელი იქნება, თუ კი საღაზრს განსაზღვრავს, ის მაშინ ამისკენ წავა. და თავარი ისი პირადი არჩევანია, პირნათელობა არის და საღვთო ცნებები ზუსტად ერთ რომელსაც აუცილებლად უნდა შევეხოთ, წარმოვაჩინოთ, არა ქრისტეს მიერ შემოთავაზებული რაღაც დირექტივებია, რომელიც უბრალოდ იმპერატიული ხასიათის არის, არამედ ეს არის ის რჩევები, რომელიც ადამიანს აძლევს ქაოტური მდგომარეობიდან გამოსვლას, იმიტომ რომ თვითონ ადამიანი თავის სუბიექტურობით დღეს ერთი სამრჩეველია, ხვალ მეორეს და ეს ცვალებადი არჩევანი, უსასრულო არჩევანი შეიძლება ერთმანეთის საპირისპიროც იყოს და ერთ შემთხვევაში, როდესაც ადამიანი კონკრეტულად იმას აჟიტირებდა, მეორედ იმის საპირისპიროც შეიძლება თვითონვე აღმოჩნდეს და ეს ადამიანს უიალქნო, უმესაჭეო გემს ამსგავსებს, რომელიც ქარიშხალის ჭკუას დადის და ნებისმიერ დროს შეიძლება ის დაიმსხვრეს, დაინთქას და საღვთო ცნებები მიმყვანებელია, გეზის მიმცემელია და ნამდვილი თავისუფლების მომცემელია, რომელიც საკუთარ თავს პიროვნებას აღმოაჩინებინებს და სარგებელს მოუტანს, როგორც საკუთარ თავს, ისე გაშრობებს. სუბიექტურობაზე რამდენად შეგვიძლია თქვა, თუ არის ორადად ადამიანი? ვართ ალბათ ხომ სუბიექტურია და თუნდაც ერთგვარი სუბიექტურობაც კი შეიძლება დავინახოთ, როცა ადამიანი საღვთო ცნებას აირჩევს, მიკერძოებას. ოღონდ ამ შემთხვევაში ეს ობიექტური სუბიექტი რაც შეეხება კვირის სახარებას, რომ დავუბრუნდეთ, რა არის მისი მთავარი აზრი, შინაარსი, რომ აი, მთავარი აზრი რაც არის, ეს წავიკითხოთ და განვმარტოთ. ისევ და ისევ გავიმეორებ, აქ არის შეპირისპირება სულიერი და ამქვეყნიური ასპექტებისა. წავიკითხოთ ალბათ ისევ. სანთელი გვამისა არის თვალი, უკვე თუ თვალი შენი განმარტებული იყოს, ყოველი გვამი შენი ნათელი იყოს. აქ განმარტებლები მიუთითებენ, რომ თვალში იგულისხმება გონებრივი ხედვა. და თუ ცნობიერი ხედვა საკითხისადმი განშუქება ადამიანს ნათელი აქვს,
ის ყოველივე საკითხს იქეთ იჭხედავს თუ ბნელი აქვს ამ შემთხვევაში ის ყოველივე საკითხს უარყოფითად უყურებს და ეს აქტიურია ჩვენ ცხოვრებაში პაისი ათონელს ჰქონდა ჩვენი ეპოქის ესეთ მას გამოხედავს რომ ყოველთვის ეცადე კარგი დაინახო ყოველთვის ეცადე კარგად შეხედო და ამგვარად მიხვდე და შეხედო სამყაროს თუნდაც ადამიანში როგორი უარყოფითიც არ უნდა იყოს ან საკუთარ თავში ეცადე კარგი დაინახო და იმით მოქმედე საკუთარ თავში არა თვითმაყოფილების გამო არამედ რომ უსასოებაში არ ჩავარდეს ადამიანი უკვე თუ თვალი შენი ბოროტ იყოს ყოველი გვამი შებნელი იყოს უკვე თუ ნათელი შენი ყოველი შორის შენ შორის ბნელიას ბნელი იგი რაოდენმე და აქ ამ შემთხვევაში თუ კი ჩვენ ადამიანს თან გარშემო სამყაროს ცუდად შევხედავთ უარყოფითი ნაწილი შევხედავთ მართლაც უარყოფითი მხარე მით უმეტეს უფრო დაბნელებული კონტრასტული იქნება ვერ ვის ხელაწიფების ორ თაუფალთა მონებად ანუ ერთი იგი მოიძულოს სხვა იგი შეიყვაროს ანუ ერთი სამის თავსიდვას და ერთი იგი შეიყვაროს შეურაცხყოს ვერ ხელაწიფების ღვთისა მონებად და მამონასა მამონა ამ შემთხვევაში სიმდიდრეს ღვთაება იყო და ღვთაებას რომ თავი დავანებოთ შინაგანი მიდრეკილება ადამიანისადმი მომხვეჭელობის არა უბრალოდ სიმდიდრის არა მომხვეჭელობის ნებისმიერი განცდა ადამიანს ამ ქვეყნიურ საზრუნავზე აჯეჭვებს და საიქიოს ავიწყებს ყოფილან ადამიანები რომლებსაც ალექსანდრე მაკედონელის მსგავსად ქცევა არ ქონიათ და სიკვდილის წინ თავისი ძვირფასი ნივთებიან დასაცმელი უსურვიათ თუმცა რეალურად სულიერ საყოფილში ის ადამიანებს არ გამოადგებათ და როდესაც ადამიანები როგორ წარმატებასაც არ უნდა აღწევდნენ ამ ქვეყნიურ წარმატებას ეს ასპარეზი მთავრდება და შემდგომ იწყება ყველაზე დიდი უნოგეშო დღეები და მდგომარეობა და ადამიანი ამ დროს უნდა ფხიზლობდეს და აირჩიოს სულიერი ღირებულება და აი გავაგრძელოთ ამაზე ისევ საუბარი ამისთვის გეტყვით თქვენ ნუზრუნავთ სულისა თქვენისათვის რა შეიმოსოთ ანუ რა ისვათ როცა ხორცსა თქვენთათვის რა შეიმოსოთ ანუ სული არასული უფრო ის არ საზდელისა ვიდრე გვამის სამოსლისა მიხედეთ ფრინველთა ცისათა რამ თუ არასთესვენ არც ამკიან არცა შეიგრებენ საუნჯეთა და მამაი თქვენ ზესთაი ზრდის მას არამე უფრო ის თქვენ უმჯობეს ხართ და ფრინველთა არ ეგულისხმება ამ შემთხვევაში ზოგჯერ არის ადამიანები უკიდურობას სოფაში ვარდებიან მათ რა თქმა უნდა მათი სურვილი მოშურნეობისა რომ საღვთო ცნებები აღასრულონ კარგია მაგრამ რა თქმა უნდა უგუნო არ უნდა იყოს და ყოველთვის ყველაფერი პირდაპირ გაგებით არ უნდა მივიღოთ აქ ისევ და ისევ ცალსახად შეპირისპირება სულიერისა ფიზიკურის იმიტომ რომ ჩვენ ცხოვრებაში ფიზიკურ ინტერესებზე ამ ქვეყნიურ ინტერესებზე ზრუნვა გადამეტებულია და სულიერ ზოგჯერ სადღაც მოვალეობითად არის სამწუხაროდ ზოგჯერ ხდება რომ ჩვენი რელიგიური ყოფა და ჩვენი ცხოვრება თუნდაც ღმერთთან ერთობა და ნებისმიერი მადლმოქმედება რომელიც ჩვენს აისახება ამ ქვეყნიურ კეთილდღეობას ემსახურება ხოლმე თუნდაც როდესაც ადამიანს სწავლის წინ დალოცვა უნდა როდესაც თქვა სახლის კურთხევა უნდა მგზავრობისთვის დალოცვა თუ ასე შემდეგ ის ამ ქვეყნიურ კეთილდღეობის ასაშენებლად საგანგებოზაციურ მფარველობას ეძებს მაგრამ ის არ ემზადება სულიერი სამყაროსთვის და სულიერი სამყარო ჩვენ რატოღაც გონია რომ школод გარდაცვალების მერე იწყება. არა, ის ეხლავე ჩვენი თანამდებია და ჩვენ როდესაც გავდივართ ამ ქვეყნიური მოქალაქეობით ვაშენებთ სამარადისო მოქალაქეობას. სწორედ ეს არის სულიერი გზა და სწორედ ის მომატებული მზრუნველობა ამ ქვეყნიურობისადმი რომ არ გქონდეს ამაზე საუბრობს მაცხოვარი და თუნდაც ქრისტიანი როდესაც სახლის კურთხევას და ალოცვას პარაკლისს თუ რაღაცას როდესაც იტყოს მას უპირველესად უნდა ახსოვდეს რომ ის ღმერთთან ერთობას ეძიებს და ღვთის მერე ყოველივეს და დასასრულიც ასეთივე აქვს და როდესაც ცისფრინველებს ადარებს ამ შემთხვევაში ღმერთი ვახსენებს რომ საღვთო მზრუნველობა არ უნდა დავიწყოთ თქმა უნდა ადამიანი უნდა შრომობდეს, თქმა უნდა პირველი ქმნილი ადამიანი როდესაც დადგინდა სამოთხის ცველად, ფარველად, მშრომელად დადგინდა, მაგრამ ადამიანი არ უნდა გაიფანტოს ამ ქვეყნიურ საზრუნავში, მას უნდა ახსოვდეს რომ რაიმე არსებითის თუ ყოფითის
გამო მას მზრუნველად უფალი ყავს და ამიტომ ფრინველებს შეადრებს. ანუ ვინმე თქვენგანი ზრუნვიდეს და შეძინებათ ხასაკისათვის საწყრთა ერთ. ამ შემთხვევაში ასაკში სიმაღლე იგულისხმება და როდესაც ცდილობს გარკვეული საზომი წყრთა, რომელთაც ადამიანი თქვათ სიმაღლეს მოიმატებს, ალბათ ყველაფერი მიღწევადია გარკვეული ჩარევებით, თუმცა ეს მზრუნველობა, ღვთის გარეშე მზრუნველობა, როდესაც ვცდილობთ ისევ და ისევ ღვთის გარეშე დავივიწყოთ ეს და არის ხოლმე ზოგჯერ შეპირისპირება ასეთი რამის, რომ შეიძლება მოდი ესე ჩვენ ცხოვრებაში რომ გადმოვიტანოთ, რომ ზრდა კარგია ნებისმიერი სპორტული თუ გონებრივი ასპარეზები, მაგრამ ჩვენ მშობლები არ უკვირდებით ხოლმე, რომ როდესაც დავყავს თქვათ ამა თუ იმ სპორტულ თუ ხელოვნების უნარებზე, დავყავს ამა თუ იმ შემეცნებით სასწავლებელზე, რა დროს უნდა მოხდეს ეს ყოველივე. ხშირად ხდება ხოლმე სულიერთან შეპირისპირება და საოცარია ხოლმე, რომ ესე თუ ამა თუ იმ სპორტის სახეობის ფედერაცია მაინც და მაინც თქვათ ისეთ დღეებში სულფენობა იქნება თუ ამაღლება თუ ასე დღეებში დაამთხოვენ ხოლმე და არ ითვალისწინებენ ადამიანთა რელიგიურ გზნობას და განწყობას, მაგრამ მთავარი მშობლების პოზიციაა კი ბატონო, კეთილი წავიდეს თუნდაც კვირა დღეს ის თქვენი შვილი ამა თუ იმ სახეობაზე, მაგრამ არა იმ დროს, როდესაც ის უფალთან უნდა მივიდეს, ის როდესაც უფალთან შეხვედრა უნდა განიცადოს, ის როდესაც საღვთო მადლს უნდა ეზიაროს, ღმერთი უნდა შევიდეს მის და მასში და ამ სულიერს უნდა ეზიაროს, ამ ყოველივეს უნდა განიცადოს, იმიტომ რომ იქ არის შემეცნებითი სწორედ და მადლით შეხვედრის ადგილი ღმერთთან და ვერაფერი ვერ გადაწონის ამას და ამიტომ მშობლებმა გავითვალისწინოთ და შვილებს მივცეთ ისეთი დრო და საათები და თუნდაც ის როდესაც პირობითად 100 ადამიანიდან 50 ადამიანი უკვე როგორც მორწმუნისა მოთხოვნას წაუყენებს იმ წვრთნელს, მასწავლებელს თუ აღზრდელს, რომ ის შვილი ამ დროს სულიერად უნდა აღიზარდოს, ის იძულებული გახდება, რომ გარკვეული დრო და საათები გადაწიოს და ასე რიგად დაემთოს. მე თვითონ გამოცდილება მქონდა ჩემ შვილზე, როდესაც ევერესტს ცნობილ მას ოლიმპიადას მქონდა ასეთი რა წარმოდგენა რჩებოდა, რომ საეკლესიო კალენდარი ედო წინ. და იძულებული გავხდით დაგვეთმო და თვითონ ჩემი შვილი, რომელიც პატარა იყო, აღშფოთებას ვერ მალავდა, რომ ის ემთხვეოდა ისეთ დროს და იძულებული გავხდით, რომ დაგვეთმო და არჩევანი გავაკეთეთ სულიერზე. დანუ სამოსლისათვის რაისა ზრუნავთ, განიცადეთ შროშანი ველისანი, ვით არიგი ახორძინის არაშვრები ნარცასდავთ. ხოლო გეტყვით თქვენ რამე თუ არცაღა სოლომონ ყოველს ამას დიდებასა მისა შეიმოსა ვით არცა ერთი მათგანი. უკეთუ თივა იგი ველისა, რომელიც დღეს არის და ხვალე თორნესაში დაეგდეს, ღმერთმა ესე შემოსის. არამე უფრო ის თქვენ მცირედ მორწმუნენო. მართლაც მინდვრის ყვავილის ამ შემთხვევაში შროშანი, რომელიც მშვენიერია, გარკვეულ სეზონზეა შემდგომ მას ვეღარ მოულობთ და იგი თევის ბალახად იქცევა ზაფხულის პერიოდში, ხმება თუ საგანგებო მზრუნველობა არ გააჩნია ბუნებრივ პირობებში და ის შვენიერებას კარგავს, მაგრამ უფალი მასზე ზრუნავს და ყველასთვის სამშვენის შვენიერებას ცენს, მით უმეტეს ადამიანებისთვის იზრუნებს, ხო? ამ შემთხვევაში მეფეზია საუბარი სოლომონზე, რომელიც ძალიან სიმდიდრეს მიაღწია მან სიმსნეით ხო იცაგან, მაგრამ ძლიერებად სიმდიდრეც მიეცა და მისი პერიოდი ისრაელი ერის ზეობის მწვერვალს წარმოადგენდა და ამ დროს შეპირისპირება გააჩნია ბუნებრის ერთ პატარა ქმნილებისა და მისი ამქვეყნიური დიდებისა. ეხლა რაზეა საუბარი? ჩვენ ცხოვრებაში აქტიურია ხოლმე გვაკვარდეროფი, აი სხვაგანაც მაცხოვარი ამბობს, რომ 2 და 3 სამოსელი გვექნება, არამედ როდესაც ზედმეტი გვაქვს სხვას გავცეთ. ზომიერად ადამიანმა გარკვეული
ასპარეზი მოწესრიგებულობა უნდა ფიზიკური ასპარეზი ამ შემთხვევაში გულისხმობ უნდა გამოიჩინოს, უნდა გქონდეს რაღაცა მცირედი, რაც მისი პრაქტიკულობაა, მაგრამ ხდება ხოლმე რომ ჩვენ ზოგჯერ გარდეროფი გვაქვს, მე თქვა შარშან წინდელი შენაძენი ის უკვე აღარ მიგვაჩნია ჩასაცმულად ზოგჯერ აღარც გვახსოვს სად გვაქვს და წუთი სოფლის შემოთავაზებას დავყვებით და ისევ წარმავალობაში ვიკარგებით. კარგად გამონათქვამი მოვისმინე ერთი უცხოელის, როდესაც სამგზავროდ მიემგზავრებიო, ნუ ვიფიქრებო შენ ახალი შესამოსლის შეძენასო, შენ ძველი შესამოსელი იმ სხვა სამყაროს და საზოგადოებას საზოგადოებას არ უნდა ყოს და მისთვის ახალი იქნებაო. მართლაც ადამიანი პრაგმატულობისკენ უნდა გადაიხაროს და რა რაღაც მომეტებულ იმაზე, რომელსაც დღეს სამწუხაროდ ხვდებით და ადამიანის თავის სამშვენისად უფრო იყენებს ვიდრე პრაქტიკულობით. კი ბატონო, მესმის რომ ადამიანის საზეიმო გარემოში თუ შესაძლებლობა აქვს მივიდეს საზეიმოდ განწყობილი სწავლის დროს სასწავლო კონდეს, შრომის დროს საშრომი ეწვას, ყოველდღიურობისთვის თქვა რაღაც, მაგრამ ეს არ უნდა გადავიდეს უზომოებაში და ადამიანი არ უნდა ჩაიკარგოს, იმიტომ რომ ეს ყოველივე წარმავალია და სხვაგან სახარებაში გვახსენებს, რომ ასეთ რამეს ჩრჩილი და მღილი გაიპარავს. ნუ ზრუნავთ და იტყვით რა ვჭამოთ, რა ვსვათ, ანუ რა შევიმოსოთ, რამე თუ ამას ყოველი წარმართი ეძებენ, რამ თუ იმამმა თქვენმა ზეცდამან უხს ამათ ყოველთაგანი არც ჭამას მას აკრძალვაზეა საუბარი, არამედ მომეტებულ საზრუნავზეა ისევ და ისევ, როდესაც ჩვენ ყოველდღიურ რაციონში ვთქვათ, თუნდაც ამა თუ იმ რეცეპტებს ვეძებთ, საინტერესო სიახლეს, მაგრამ არ ვეძებთ იმ რეცეპტებს, რომელიც ჩვენ სულს დააპურებს, რომელიც ჩვენ სულს დაამშვიდებს. არა და შემოტევა სულიერ ასპექტებში ჩვენ ცხოვრებაში მრავალმხრივია, მრავალგვარია და დაცვითი მექანიზმები და პირიქით გახარებით, აი ფიზიკური საკვებით ადამიანი ფიზიკურ სიამეზღებლობას სულიერ სიყვარული მიიღოს, ამის რეცეპტები უნდა ეძიოს პირველესად ადამიანმა, ამით უნდა დაიპუროს თავი და მადლით დაპურებული ადამიანი მცირედითაც კი საკმარისად დაპურდება და ამის მაგალითი ქრისტიანობას აურაცხება აქვს. და აი და შემაჯამებელი სიტყვისა ხოლო თქვენ ეძიებდეთ პირველად სასופველოს ღვთისასა და სიმართლესა მისსა და ესე ყოველივე შეგეძინოთ თქვენ. აი ამ სიტყვებით ზუსტად რაც ჩვენ ვახსენებთ, რომ სულიერი და ფიზიკური შეპირისპირება იყო და აცხოვარი ხას უსვამს, რომ არ უარყოფს არც ყვებას, არც შემოსვას, არც ცხოვრებას, მაგრამ თავარი პირისპირო შემოაქვს, რომ ახსოვდეს ადამიანს თავის სულზე საზრუნავი და შემდეგ ყოველივე ღვთის მიერ მას მიენიჭება. გავხსენოთ შემაჯამებლად მართალი ა ブラ ამი, რომელიც საღვთო-რწმენას და სიყვარულს შეხაროდა, მაგრამ ის თავისი დროის უმდიდრესი ადამიანი იყო. თუმცა ცნობიერად ის მასზე დაქვემდებარებული არ იყო და თავისუფლად გასცემდა მას სხვათათვისაც ამ საქმარად, ხოლო მთელი მისი საყრდენი და საზრუნავი უფლისა იყო. მარტივად ჩანს, თუნდაც როდესაც მის თავის ძმისშვილს ლოტს განეყოფება, ლოტი უფრო ნაყოფიერ მხარეს აირჩევს და ის უშურველად, სწორედ თუნდაც კაცობრიო მოყვარეს სიყვარულისთვის დაუთმობს მას, არ არის მიჯეჭვული და ღმერთზე მინდობილი ჩრდილოეთით წაიწევს, სადაც ის ღვთის მიერ გამდიდრდება, მაგრამ იქაც კი ცნობიერად ამას დამოკიდებული არ არის. და ამ შემთხვევაში ა ブラ ამის მოქმედება ჩვენს ეტალონი უნდა იყოს. სულიერ ცხოვრებას აღვამატებთ, ზოგადად ადამიანები ეს შეგვიძლია ხო ნამდვილად, თუ ამას ეს არის სახელმძღვანელო, რომელთაც ადამიანი ყოველთვის წინ წაიწევს და დაქვემდებარებული არ იქნება და მარტივად გადახედოს ყოველმა ჩვენგანმა, როდესაც ამა თუ იმ მატერიალურ ნივთს კარგავთ, ზოგჯერ თუ მიჯეჭვული ვართ, რამდენად ტკივილის მომცემელია. სწორედ ამიტომ განთავისუფლდეთ ამ მიჯეჭვულობისგან და სულიერ საზრუნავს საუნჯეს მივეჯაჭვით. რასაც გასცემ შენია, რაც არა დაკარგულია, აქ არა მხოლოდ მატერიალურ მხარეზე საუბარი, არამედ ის, რომ როდესაც სიკეთით და სულიერ თვალსაზრისით შენ სიკეთის კეთება გსურს, ნამდვილად დაგებრუნდება ის. თუნდაც ისეთი შემთხვევა, როდესაც ხდება ძიმე ვითარებები და თქვა საომარი მდგომარეობა და უკარგავთ ყველაფერს და რაც ძალიან ძნელი ადამიანისთვის,
სუბუქი ხდება იმ ყოველივეს გადატანა, როდესაც ადამიანს სახლს კარგავს, ყოველივეს კარგავს, საღვთო ძიებით ადამიანი მიჯეჭული აღარ ხდება და მისთვის გაცილებით იოლია იმ ყოველივეს შეიძლება დათმობა, რაც წუთისოფელმა წაართვა, ვიდრე მიჯეჭული ადამიანისთვის. ძალიან დიდი მადლობა მამა ლევან უბრძანებისა და საინტერესო საუბრისთვის დაგემშვიდობებით. მე თვითონ დიდი მადლობა ვეთქვი მაყურებელს ყმეთი ახალდაბის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დედანოზი ლევან ფიროსმანაშვილი იყო ჩვენი სტუდიის სტუმარი. 9 საათიც მოახლოვდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ახლა ერთად უნდა აღვევინოთ მგლისადებელი ლოცვა. ამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმინდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვით არცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა, მომეც ჩვენ დღეს და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენი, ვით არცა ჩვენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა. და ნუ შემიყანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩვენ ბოროტისაგან. რამე თუ შენი არს სუფევა, ძალი და დიდება, მამისა, დაძისა და წმინდისა სულისა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ. მიწყალე მე ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა ახოცე უჯულოება ჩემი. უფროს განბანე მე უჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან გამწმინდე მე. რამე თუ უჯულოება ჩემი მე უწყი და ცოდვა ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგწოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ. რათა განმართლე სიტყვათაგან შენთა და ზლოს ჯასა შენსა. რამე თუ ესე რა უჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშამე დედამან ჩემა. რამე თუ ესე რა ჭეშმარიტება შეიყვარე, უჩინონი და დაფარონი სიბნისა შენისანი გამომიცხადენ მე. მას ხორო მე უსუბითა და განწმინდე მე. განბანო მე და უფროს თოვლისა განსპეტაკნე. მას მინო მე გალობაი და სიხარული და იხარებნე ძვალნი დამდაბლებულნი. გარე მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველი უჯულოებაი ჩემნი ახოცე. გული წმინდა დაბადე ჩემთანა ღმერთო და სული წრფელი განმიახლე გვამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმინდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. მომეცმე სიხარული მაცხოვარებისა შენისა და სულითა მთავრობისათა დამამტკიცე მე. ვასწავლე უჯულოთა გზანი შენი და უღმრთონი შენ და მოიქცენ. მიხსენ მე სიცხთაგან ღმერთო, ღმერთო ცხოვრებისა ჩემისაო. იხარებდეს ენა ჩემი სიმართლესა შენსა. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახვენ და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამე თუ უკეთუმცა გენება, მსხვერპლი შემცა მეწირა, არამედ საკვერთხი არ აქთნდეს. მსხვერპლი ღმრთისა არს, სული შემოსრული, გული შემოსრული და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხყოს. კეთილი უყა უფალო ნებითა შენითა სიონსა და აღეშენენ ზღუდენი იერუსალიმისანი. მაშინ გთნდეს მსხვერპლი სიმართლისა შესაწირავი და ყოვლად დასაწველი. მაშინ შესწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზვარაკნი. დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ. ალილუია, ალილუია, ალილუია. დიდება შენ და ღმერთო. ალილუია.
ალილუია, ალილუია, დიდება შენ და ღმერთო, ალილუია, 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 დიდება შენ და ღმერთო ჩვენო, დიდება შენ და ღვთისმშობელო ქალწულო გიხაროდენ, მიმადლებულო მარიამ უფალი შენთანა, კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისა, რამე თუ მაცხოვარე გვიშევ სულთა ჩვენთა. უფალო დიდება შენ და გადაარჩინე და გამთლიანე საქართველო. უფალო დიდება შენ და გადაარჩინე და გამთლიანე საქართველო. უფალო დიდება შენ და გადაარჩინე და გამთლიანე საქართველო. გრძელდება ერთსულოვნების დილა, გეტყვით რომ ახლოვდება რეგისტრაციისა და შიდა გამოცდების პერიოდი თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში და გსურს ფაკულტეტების შესახებ მოგაწოდოთ ინფორმაცია. დღეს ჩვენ სემინარიაზე ვისაუბრებთ და ბევრ საინტერესო ინფორმაციას მოგაწვდით ჩვენ სტუმრებთან ერთად. თემაზე სასაუბროდ შემოგვიერთდნენ თბილისის სასულიერო სემინარიის დეკანი სიონის საპატრიარქო ტაძრის მღვდელმსახური მღვდელი გიორგი ვაშალონიძე, თეოლოგიის დოქტორი, თბილისის სასულიერო სემინარიის პედაგოგი ირაკლი ურჟონია და ლუკა სიმონიშვილი, თბილისის სასულიერო სემინარიის კურსდამთავრებული. დილამშვიდობის, მადლობას მოგახსენებთ მობრძანებისთვის. დილამშვიდობის. მამა გიორგი, თავდაპირველად თქვენ დავიწყებთ, რა თქმა უნდა, საუბარს თუ რას თავაზობს ზოგადად სემინარია დაინტერესებულ ახალგაზრდებს და რითი არის გამორჩეული ზოგადად ეს ფაკულტეტი. დიახ, უპირველეს ყოვლისა მოგესალმებით და მადლობას გიძღვნით შესაძლებლობისთვის, რომელიც გვეძლევა ჩვენ დღეს, რათა წარმოვაჩინოთ ჩვენი სასწავლებლის, თუ შეიძლება ასე ითქვას, უპირატესობა და არსობრივად რას წარმოადგენს, თქვათ, ამ შემთხვევაში ჩვენი ფაკულტეტი, ზოგადად თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია წარმოადგენს უმაღლეს საღვთისმეტყველო სკოლას, სადაც მიმდინარეობს სამსაფეხუროვანი სწავლება თეოლოგიის მიმართულებით. ჩვენ დღეს წარმოვადგენთ ამ მიმართულების პირველ საფეხურს, ბაკალავრიატს, თეოლოგიის ბაკალავრიატს, რომელსაც ეწოდება სწორედ სემინარია და უნდა ითქვას უპირველეს ყოვლისა ის, რომ ჩვენთან ხდება სტუდენტების მიმართ, თუ შეიძლება ასე თქვას, ურგვარი დამოკიდებულების გამოვლენა. ერთი უპირველეს ყოვლისა ვცდილობთ თვალყური ვადევნოთ მათ სულიერ ზნეობრივ აღზრდას, ვინაიდან ეს მართლაც უპირატესია, მოგეხსენება თქვენ პიროვნების ჩამოყალიბებაში, მით უმეტეს რომ ჩვენს სასწავლებელს, ჩვენს განსაკუთრებით ჩვენს ფაკულტეტს არც თუ შემთხვევითად ეწოდება მღვდლების სამჭედლო, ვინაიდან სწორედაც რომ ორიენტირებულია იქეთკენ რომ აღზარდოს ღირსეული სასულიერო პირები, რომელნიც სარგებელს მოუტანენ ჩვენს ეკლესიას და რომელნიც იმსახურებენ ღვთისადნოდ და ადამიანთა საკეთილდღეოდ. ხოლო მეორე მხრივ თავისთავად ცხადია, ძალიან დიდი ყურადღება ექცევა მათ აკადემიურ მოსწრებას. ფაქტობრივად შეიძლება ითქვას, რომ თითოეულ სტუდენტთან მიმდინარეობს ინდივიდუალური მუშაობა. მოგეხსენება თქვენ, რომ ადამიანის შესაძლებლობები სხვადასხვა არის, მაგრამ ჩვენ ვცდილობთ, რომ სტუდენტებს
სტუდენტებს შევაგონოთ, რომ უმთავრესია შრომის მოყვარეობა და შრომის მოყვარეობის თქვათ შედეგად მიღწევადი და დაძლევადია ყველა ის სირთულე, რასაც ისინი აწყდებიან თავისთავად ცხადია სწავლის პროცესში. თავისთავად ცხადია ისიც, რომ არის გარკვეული უპირატესობები, ჩვენ ჩვენი საუბრის საწყისში ვახსენეთ უპირატესობები, თუ შეიძლება ასე ითქვას, თუნდაც სხვა სასწავლებელთან მიმართებაში თავისთავად ცხადია, ჩვენ არ გვაქვს არანაირი სურვილი რომ დავაკნინოთ ერთად აგვიფაროს თქვა სხვა სასწავლებლები, ყველა სასწავლებელს თავისი დატვირთვა და უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ჩვენ წარმოვაჩენთ იმ უპირატესობებს, რაც არის ჩვენ სასწავლებელში, მაგალითად უნდა ითქვას აუცილებლად ის, რომ ჩვენთან არა მხოლოდ სწავლება უფასო, ანუ ამაზე უკვე არც არის საუბარი, იმიტომ რომ ყველამ კარგად იცის, რომ აბსოლუტურად ყოველ ფაკულტეტზე კი ბატონო სამივე მიმართულებაზე და სამივე საფეხურზე არის სწავლება უფასო და გარდა ამისა ჩვენთან არის სტუდენტური საცხოვრებელი, ეგრეთ წოდებული პანსიონატი, სადაც სტუდენტები აქ ვაჟებზეა საუბარი, ცხოვრობენ და სამჯერადი კვებით არიან ისინი ამავდროულად უზრუნველყოფილნი, რაც შეიძლება ითქვას, რომ ყოველ შემთხვევაში ჩვენ საქართველოში მსგავსი ტიპის თქვათ დაწესებულება არ არსებობს, სადაც აი უფასო იყოს სწავლაც, საცხოვრებელიც და სამჯერადი კვებაც. გარდა ამისა, საჭიროების შემთხვევაში ხშირად სტუდენტებს უტარდებათ შესაბამისი სამედიცინო სერვისები და აი ეს ყველაფერი თავისთავად ცხადია ქმნის იმ გარემოს, რომ სტუდენტს ერთადერთი რამ ევალება ფაქტობრივად რომ ისწავლოს, ანუ ყველანაირი გარემოა იმისთვის შექმნილი, რომ სტუდენტი დაეუფლოს უმაღლეს საღვთისმეტყველო განათლებას. ამას თავისთავად ცხადია ხელისწყობს ის, რომ ძალიან მაღალი კვალიფიკაციის მქონე პედაგოგები ასწავლიან ჩვენთან, ერთ-ერთი ჩვენ სტუდენტია წარმოდგენილი ბატონი ირაკლის სახით და ეს თავისთავად ცხადია ერთიურად თქვათ აი ამ საერთო სურათს უფრო ესე იგი მიმზიდველს ხდის. ასევე ჩვენთან არის უნდა ითქვას ის, რომ ძალიან ბევრი აქტივობა გვაქვს გარდა თქვათ ეს არ არის მხოლოდ მშრალი თუ შეიძლება ასე ითქვას სწავლებითი პროცესი, ეს ცოცხალი სწავლებითი პროცესია. აი მოგახსენებთ ძალიან ხშირად ჩვენი სტუდენტები მონაწილეობენ კონფერენციებში, მაგალითად წელიწადში ერთხელ იმართება პედაგოგების თავისთავად ცხადია და ჩვენ ამ შემთხვევაში ორიენტირი გვაქვს სტუდენტების კონფერენციაზე, სადაც სტუდენტები ღებულობენ მონაწილეობას, ასევე გვაქვს ხშირად გასვლითი აქტივობები, ანუ გავდივართ თქვათ ქალაქგარეთ, ეს არ არის რაღაცა გასართობი გასვლა, შემეცნებითი გასვლა, მივდივართ თქვათ რომელიმე კონკრეტულ ტაძართან ან ტაძარში პარაკლის ვიხდით, აღვავლენთ წირვას ხშირად ერთობლივად და თქვათ გვაქვს გარკვეული გასვლითი კონფერენციები, თქვათ აი გასულ სასწავლო წელს ვიყავით მაგალითად მარტყოფში, სადაც ესე იგი ჩატარდა მსგავსი ტიპის თქვათ კონფერენცია და ასე შემდეგ. გარდა ამისა ისიც უნდა თქვათ აუცილებლად, რომ სემინარიაში არის გალობელთა გუნდი, რომელიც სხვადასხვა ეხლა წელს მოხდა ამის ესე იგი საფუძვლის ჩაყრა, ბატონი ლაშა ზაალიშვილი ხელმძღვანელობს ამას. ჩვენი უწმიდესი ძალიან დიდი სურვილი იყო, რომ სემინარია სკოლოდა გალობელთა გუნდი და ჩვენი რექტორის მამა გიორგის ხელშეწყობით ეს დაინერგა სემინარიასაც ყავს გუნდი და აკადემია ფაქტობრივად ორი გუნდია დღეს სასწავლებელში. ჩვენ გადაცემაშიც არაერთხელ ყოფილვართ სტუმრად და მათ მიერ შესრულებული არაერთი საგალობლები. გარდა ამისა და ამით დავასრულებ ამ პირველი კითხვის პასუხს, რომ გარდა ამისა უნდა აღინიშნოს აუცილებლად ისიც, რომ ჩვენ სასწავლებელს აქვს ურთიერთობა სხვადასხვა უცხოური ქვეყნის შესაბამის მიმართულების მქონე სასწავლებლებთან, მაგალითად ათენის უნივერსიტეტთან ჩვენ შარშან ჩვენი სემინარიის ერთ-ერთი სტუდენტი გავუშვით იქ და მან გაიარა ერთწლიანი ბერძნულის კურსი და უკვე ჩააბარა ათენის უნივერსიტეტში თეოლოგიის მიმართულებაზე. წელსაც ვუშვებთ ერთ-ერთ სტუდენტს ენის კურსზე და იმედი გვაქვს, რომ ისიც წარმატებით გაივლის ამ კურსს და ჩააბარებს. გარდა ამისა, გასულ წელს
ყავდა სტუდენტები შვედეთში, სტოკჰოლმში, სტუდენტური კონფერენცია იყო იქ საერთაშორისო და ჩვენმა სტუდენტებმა მიიღეს მონაწილეობა და აი ყოველივე ეს თქვა ჩვენს მიერ ჩამოთვლილი თუ ვერ ჩამოთვლილი თქვა ფაქტორები ქმნიან ძალიან საინტერესო და მიმზიდველ გარემოს ჩვენ სასწავლებელში. ბატონო ირაკლი, მამა გიორგი მისაუბრა სემინარიის ძალიან ბევრ უპირატესობაზე. თქვენც მინდა გკითხოთ ამის შესახებ, რა კეთდება იმისთვის, რომ სტუდენტი საფუძვლიანად დაეუფლოს თეოლოგიას, როგორც მეცნიერებას და როგორ მიმდინარეობს ზოგადად საბაკალავრო ნაშრომზე მუშაობა და შემდეგ მისი დაცვა. კი ბატონო, დიდი პატივისცემით მოგესალმებით თქვენ მაყურებელს. და ალბათ პირველ რიგში უნდა აღინიშნოს ის, რომ სასწავლო პროცესი მიმდინარე 14 კვირისაგან შედგება და ყველა სემესტრი ასეა და ეს სემესტრი განსაკუთრებით დატვირთული გამოდგა, ყოველ შემთხვევაში ჩემ აღთქმაში ასეა და მინდა გითხრათ, რომ შინაურულად შეიძლება ასე ითქვას, ზაფხულმა მოგვისწრო და გვეძლევა დასვენების საშუალება და კარგი რაღაცა ახალი ძალებით აღვიჭურვებით, რომ სექტემბრიდან მერე შევძლიეთ ახალ საქმეს, კი ბატონო, დატვირთულ სემესტრზე. რაც შეეხება სასწავლო პროცესს, საკმაოდ რთულია იმ გაგებით, რომ ისწავლება ესეთი საგნები, რომლებიც ასე მარტივად აღსაქმელი არ გახლავთ და ზოგადად სწავლა არ არის მარტივი მოცემულობა, ყველას კარგად მოგვეხსენება. მაგალითისთვის რამდენიმე ჩამოვთვლის ღვთისმეტყველო საგნებზე გამომახვილებ ყურადღებას, ძველი აღთქმა, ახალი აღთქმა, პატრისტიკა, დოგმატიკა, ლიტურგიკა, საეკლესიო სამართალი. ეს არ არის მხოლოდ ცალკე აღებული ტექსტები, ხო? აი მაგალითად თუნდაც წმინდა წერილი ავიღოთ, შეიძლება რაღაცა წავიკითხოთ ბიბლიის რომელიღაცა წიგნიდან, მაგრამ არ არის საკმარისი იმისთვის, რომ სრულყოფილი ცოდნა გქონდეს. აუცილებელია შევსება ამ გარკვეული მონაცემისა, ბიბლიური მონაცემისა და ამ შემთხვევაში უკვე დასამუშავებელია საეკლესიო წყაროები, ეკლესიის მამათა შემოქმედება. ასე რომ შრომა ორმაგდება, თუ შეიძლება ასე ითქვას, რაც ძალიან რთული საქმეა. მithumetes, როდესაც ჩვენ ბაკალავრიატზე ვსაუბრობთ, სტუდენტი მოდის სკოლიდან და მას არ აქვს სამეცნიერო გამოკვლევის წინაპირობები, საფუძვლები. აი ამის ჩამოყალიბების და შექმნის მცდელობა გვაქვს და მოდი ასე გეტყვით, რომ ხშირ შემთხვევაში ეს ამართლებს, იმიტომ რომ გარკვეული ნაწილი ჩვენი ბაკალავრებისა, როდესაც დასრულდება სასწავლო პროცესი, აკადემიაში აგრძელებენ სწავლას, რაღაცა ნაწილი აკადემიის დასრულების შემდგომ უკვე დოქტორანტურაში გადაინაცვლებს და აი ეს როგორ გითხრათ, ჯაჭვი ერთგარი ბმა ბაკალავრიატიდან მაგისტრატურისკენ დოქტორანტურისკენ სახეზე გვაქვს და ამის ნათელი მაგალითი უამრავი შეგვიძლია ჩამოვთვალოთ. როგორი სასწავლო პროგრამა ხვდებათ, როდესაც მოდიან თქვენთან პირველად? სასწავლო პროგრამა მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ დაძლევადი იყოს, რა თქმა უნდა, ამას ძალიან სერიოზული მუშაობა მიდის და შიგადაში გარკვეული ცვლილებებით შეგვაქვს ხოლმე. წინარე გამოცდილებას ვითვალისწინებ და შემდეგ სემესტრში ამას ავსახავთ. შედარებით გამარტივდეს ალბათ სტუდენტისთვის. შედარებით გამარტივდეს და ნახეთ, ყოველთვის ჩვენ ამით დავიწყეთ საუბარი, რომ სწავლა არ არის მარტივი მოცემულობა. ამას ძალიან დიდი შრომა სჭირდება და უამრავი საათის დათბობა, ხო და ხშირ შემთხვევაში დასვენების და ძილის მოკლებაც კი, მაგრამ ისე იმდაგვარად უნდა იყოს გადაცემული, რომ დაძლევადი იყოს ერთი მხრივ მოცულობა პროგრამისა და მეორე მხრივ არ მოუწიოს სტუდენტს სადღაცას ძიება ამ ინფორმაციისა. ამ შემთხვევაში პედაგოგები ჩვენ ვისაც ეს გვევალება მაქსიმალურად ვამუშავებთ შესაბამის ტექსტებს, შესაბამის ლიტერატურას, წყაროებს. ვცდილობთ, რომ რიგ შემთხვევაში წიგნის სახით წიგნად გარდავქმნათ ეს მოპოვებული ინფორმაცია, თუ წიგნად ვერ ხერხდება, ახლა ესეც სამუშაო პროცესია, მარტივად არ ხდება, ხო, წიგნის დაწერა ერთ დღეში და ორ დღეში, კონსპექტების ფორმა მაინც მივცეთ და აი ამ კუთხით მინდა გითხრათ, რომ ჩვენი სტუდენტები მოყვებიან. ჩვენ ვცდილობთ ვიმუშაოთ და ჩვენი სტუდენტებისგანაც შესაბამისი გამოხმაურება მოდის. აი თქვენ დიპლომების დაცვა ახსენეთ და ორიოდე სიტყვით ამასაც გამოვეხმაურები. პირადად ჩვენი ხელმძღვანელობით წელს რამდენიმე დიპლომი იქნა დაცული და აი მათ შორის ლუკას დიპლომის დაცვას ვესწრებოდი არა როგორც ხელმძღვანელი, არა როგორც ოპონენტი, არამედ როგორც რიგითი მსმენელი და მინდა გითხრათ, რომ ძალიან საინტერესო დიპლომები იწერება, თან ეს განსაკუთრებით კარგია გამომდინარე იქიდან, რომ ამ შემთხვევაში ბაკალავრები გამოიმუშავებენ სამეცნიერო მუშაკობის უნარებს, კი ბატონო, რადგან მოგეხსენებათ, სამეცნიერო მუშაობა გულისხმობს ლიტერატურის გაცნობას, სხვადასხვა წყაროში გაბნეული ინფორმაციის ურთიერთშეჯერებას, სინთეზში მოყვანას, სკოლიების დართვას, ლიტერატურის მითითებას, იქ რაღაცა გარკვეული მოსაზრების გაკრიტიკებასაც კი კარგი გაგები თუ ის არასწორია, აი ამ უნარების გამომუშავების პროცესში ვართ და აი ერთ რაღაცასაც გეტყვით დასტურად იმისა, რომ დადებითად უნდა შეფასდეს თუნდაც დიპლომების დაცვის პროცესი.
აი ვისი ხელმძღვანელობაც მოგვიწია ჩვენ პირადად გაბრიელ ნავროზაშვილი ასეთი სტუდენტი ყავს, რომელსაც წელს დაასრულა საბაკალავრო საფეხური. ჩემთვის მისგან დაწერილი დიპლომი როგორც ხელმძღვანელისთვის და პედაგოგისთვის გარკვეული სიახლეების მომცველი იყო. და აი ჩემეული შეფასება მოახდინე შინაგანად და ამ შემთხვევაში თქვენთან პირველად ვახმოვანებ ამას. დადებითი დიპლომი შეიძლება იყოს იმ შემთხვევაში, როდესაც ხელმძღვანელისთვის იმ დიპლომში გადმოცემული მოძღვრება სწავლება არის სიახლე. მასაც რაღაც ინსპირაციის საშუალებას აძლევს უფრო ღრმად ჩახედვის და კიდე ცალკე განვითარებისა რაღაც ცალკე აღებული მოვლენების და აი რადგან თუნდაც მე დიპლომზე ვამახვილებ ყურადღებას, რადგან პასუხისმგებელი მასზე ვარ, ერთი დიპლომის ფარგლებში ასეთი მოცემულობა გვაქვს, ეს ნიშნავს იმას, რომ მიდგომა ამართლებს და ამ შემთხვევაში სტუდენტებისგან ბევრი წარმატებანი ელოდებათ კიდევ. კი ბატონო, აუცილებლად ამაში დარწმუნებულები ვართ. დიახ. კურსდამთავრებული ლუკა სიმონიშვილი გვესწრება ახლა ჩვენ და რა თქმა უნდა გკითხოთ თუ რა მოგცათ თქვენ სასულიერო აკადემიაში სწავლამ და ასევე სემინარიაში სწავლამ და ძალიან მნიშვნელოვანი არის ალბათ ის თუ რა ნაშრომი წარადგინეთ თქვენ და როგორი იყო თვითონ ეს სამუშაო პროცესი. მოგესალმებით. მადლობა დიდი მოწვევისათვის, თქვენ ტელემაყურებელს მივესალმებით და უპირველეს ყოვლისა აღვნიშნავ რომ ჯერ კიდევ სკოლაში სწავლის დროს დაახლოებით მე-11 კლასში ვიქნებოდი, როდესაც უკვე მტკიცედ გადავწყვიტე. ჩამებარებინა თბილისის სასულიერო სემინარიაში, ჩავირიცხე 2021 წელს და მოგეხსენებათ უკვე კურსდამთავრებული ვარ ამ სასწავლებლის და თქვენს კითხვას რაც შეეხება ის თუ რა მომცა აქ სწავლის პერიოდმა, გეტყვით რომ ეს ყველაფერი აისახა ჩემს ნაშრომში. ჩემი თემის სათაური გახლავთ დიდი მარხვის მსახურება ეგერიას მოგზაურობის მიხედვით, ანუ ძირითადი ყურადღება გამახვილებულია იერუსალიმურ ღვთისმსახურებაზე. ყველა ვიცით თუ რა განსაკუთრებული როლი აკისრია ქალაქ იერუსალიმს ქრისტიანული ეკლესიის ისტორიაში და იქ ყოველი აღსრულებული ღვთისმსახურება არის სახარებისეული მოვლენების გაცოცხლება და ჩემი თემა გარდა იმისა, რომ ლიტურგიკულ ასპექტებს მოიცავს, ასევე წარმოდგენილია ეკლესიის ისტორია, საეკლესიო სამართალი, ბიბლიისტიკა და აი ის ცოდნა რაც ამ 4 წლის განმავლობაში მივიღე. აი ამ ნაშრომში რეალისტა ესე რომ ვთქვათ და დიდი მადლობა ამისთვის სასწავლებელს. უპირველეს ყოვლისა, რამოდენიმე დღის წინ ჩვენ გვქონდა შეხვედრა ჩვენს რექტორთან, პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძესთან. ერთგვარი გამოსამშვიდობებელი შეხვედრა იყო, მივიღეთ მისგან რჩევა დარიგებები და მადლობა ამ ყველაფრისათვის. მინდა დიდი მადლობა გადავხადო ჩვენს დეკანს მამა გიორგი ვაშალომიძეს. მას სწორად აღნიშნა ორმხრივი დამოკიდებულება, რაც არსებობს ლექტორებსა და სტუდენტებს შორის. მნიშვნელოვანია, რომ სტუდენტმა მიიღოს ცოდნა და ამასთანავე შეიძინოს რწმენა და დავიმოწმე წინდა ელია მართლის სიტყვებს, რომ სრულყოფილი ადამიანი არის ის, ვისაც რწმენა და ცოდნა ერთად გააჩნია. რწმენა ცოდნის გარეშე არის ფანატიზმი, ცოდნა რწმენის გარეშე კი არის ამპარტავნება. მინდა ასევე დიდი მადლობა უთხრა ბატონ ირაკლისაც, რომელიც ძველი აღთმის საწინასწარმეტყველო წიგნებს გვასწავლიდა და მისი კონსპექტებით ხელმძღვანელობდით. რა თქმა უნდა, რთულია სწავლა, მაგრამ თუ ლექტორი ამას ამარტივებს, მაშინ ყველაფერი უკვე მარტივია და შეიძლება ითქვას, რომ ბატონმა ირაკლიმ გაგვიმარტივა. სწავლის ძირიმწარი არის წეროში გატყილდების. ჩემ ჯგუფელებს და მადლობა გადავხადო, რომ ისინი გავიცანი. ბევრი მეგობარი ჩემძინა და ბევრი საინტერესო ადამიანის გავიცანი და აქვე გეტყვით, რომ რა თქმა უნდა სწავლას გავაგრძელებ მაგისტრატურაში. და გამახვილებუნა ყურადღება, რომ ერთი არის თქვათ, რასაც გაძლევს თავად სასწავლებელი ხომ და ის ცოდნა დაგროვილი და მეორე არის სწორედ ის ურთიერთობები, რომელიც ყალიბდება ამ კედლებში თავისთავად, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი არის პიროვნების სულიერი თვალსაზრისით და პიროვნული თვალსაზრისით, რომ ჩამოყალიბდეს სწორად თავისთავად. ლუკა, ორმხრივ ურთიერთობაზე ისაუბრე ლექტორებსა და სტუდენტებს შორის და აუცილებლად მინდა კითხო სასწავლებელში არსებულ გარემოზე. როგორია ეს გარემო და რას ურჩევა აბიტურიენტებს, რომლებიც აპირებენ სემინარიაში სწავლის დაწყებას? უპირველესად გეტყვით, რომ თეოლოგობა ძალიან რთულია. შეიძლება იყოს ბაკალავრი, მაგისტრი, მაგრამ რეალურად თეოლოგი რაც არის, ამას 2 ათეული წლები მაინც ჭირდება. მაგრამ როდესაც აბიტურიენტი დააპირებს აქ სწავლის გაგრძელებას, მან უნდა იცოდეს, რომ მხოლოდ ცოდნა არ არის საკმარისი. საჭიროა, რომ ეს ცოდნა თანხმედრაში იყოს რწმენასთან, ზნეობასთან და თამამად ვიტყვი, რომ ერთადერთი სასწავლებელია სწორედ სასულიერო სემინარია აკადემია, სადაც ამისი რეალიზება ხდება.
და ეს უნდა გაითვალისწინოს ჩემი აზრით აბიტურიენტმაც. ხოლო ცოდნა არ იქნება საკმარისი. რა თქმა უნდა. მამა გიორგი, თავად სასულიერო სემინარიის როლზე რომ ვისაუბროთ, რა მნიშვნელობა აქვს მას, რა დატვირთვა აქვს როგორც ქვეყნისთვის, ასევე თავისთავად ერის განვითარებაში. დიახ, აი სანამ უშუალოდ თქვენს კითხვაზე გიპასუხებდეთ, ლუკას ასე ვთქვათ, ნათქვამს გავაგზავნებ გარემოსთან დაკავშირებით, აი შეიძლება ასე ითქვას, რომ არა მხოლოდ სტუდენტების თვალით დანახული, არამედ ჩვენი დანახული თვალითაც ეს არის ფაქტობრივად ერთი ოჯახი, თუ შეიძლება ასე ითქვას, ჩვენ ხშირად გვისაუბრია, რომ ჩვენ აქ უფრო მეწილად დიდ დროს ვატარებთ, ვიდრე ჩვენ საკუთარ ოჯახში. ახლა ეს ცუდია თუ კარგია, ეს სხვა რა თქმა უნდა კარგია, რა თქმა უნდა კარგია, იმიტომ რომ ეს მართლაც ერთი ოჯახია და ჩვენ ფაქტობრივად არა მხოლოდ სტუდენტები, ჩვენც ვიზრდებით ამ პროცესში, ჩვენც ბევრ რამეს ვსწავლობთ, უპირველეს ყოვლისა ურთიერთობების კუთხით, რა თქმა უნდა განათლების კუთხით, ჩვენც ვითარდებით. და ამისთვის იდეალური გარემოა მართლაც შექმნილი ჩვენს სასწავლებელში. მეორე მხრივ რაც შეეხება თქვენს კითხვას, დიახ, როლი და ფუნქცია ძალიან დიდია ჩვენი სასწავლებელისა ზოგადად. ფაქტობრივად შეიძლება ითქვას, რომ ხშირად თქმულა ეს ჩვენი მეცნიერების მიერ, რომ თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარი არის გამგზელებელი იმ საღვთისმეტყველო უაღრესად მნიშვნელოვანი სკოლებისა, რომელიც არსებობდა ჩვენს ქვეყანაში, მოგეხსენებათ თქვენ ჯერ სამონასტრო კერებში, საგანმანათლებლო როგორც ჩვენში, ისე ჩვენს ფარგლებს გარეთ არსებული კერები, მონასტრები, განსაკუთრებით გელათის საღვთისმეტყველო სკოლა და დღეს ამ თუ შეიძლება ითქვას ყველა ეს თქვათ ფუნქციური გაგრძელება თავს იყრის თბილისის სასულიერო აკადემიას და სემინარიაში. ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ აი ესეც უნდა აღნიშნოს, რომ დღევანდელი თაობა ძალიან პროგრესული და განათლებული თაობაა და შესაბამისად აუცილებელია ის, რომ ეკლესია პასუხობდეს, თუ შეიძლება ასე თქვა, საზოგადოების ამ მოთხოვნას და ეს ვერანაირად ვერ განხორციელდება, თუ კი ეკლესიას არ ეყოლება, რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა ზნეობრივად მეტნაკლებად თავისუფლად სრულყოფილი პიროვნება, სამღვდელო კაცს გულისხმობ და მეორე მხრივ თუ ეს პიროვნება ასევე არ იქნება აღჭურვილი შესაბამისი საღვთისმეტყველო განათლებით. ამიტომ ჩვენ ყოველხრივ ვცდილობთ იმას, რომ სტუდენტების თქვათ განვითარება, აი როგორც უკვე აღნიშნეთ ჩვენი საუბრის აი ამ ორი მიმართულებით წარმართოთ და აი ბატონი ირაკლი საუბრობდა, რომ აი ეს საბაკალავრო დაცვები სწორედ ამას წარმოაჩენს, მოგეხსენებათ, ხენაყოფითი ცნობა, საბოლოო ნაყოფია, სწორედ ეს 7 საბაკალავრო დაცვა შედგა მიმდინარე სემესტრის დასასრულს, აი მიმდინარე კვირაში და სრულიად აი თუ შეიძლება ასე ითქვას, საერთო კმაყოფილება გამოიწვია ამ ჩვენი სტუდენტების მიერ დაცულმა საბაკალავრო ნაშრომებმა და ეს რა თქმა უნდა ერთობ სასიხარულოა და ხვალდაშორის უნდა ითქვას ისიც, რომ ჩვენი სტუდენტები დღეს აი კურსდამთავრებულები და არა მარტო კურსდამთავრებულები ნამდვილად თუ შეიძლება ასე ვთქვათ პროგრესულ ჩვენი საზოგადოების პროგრესულ ნაწილს წარმოადგენენ, რაც ერთიორად გვახარებს ძალიან ბევრი აგრძელებს სწავლას, როგორც აი ლუკამ ბრძანა თავადაც მაგისტრატურაში აგრძელებს სწავლას და ჩვენ ყველას ჩვენი მხრიდან მიღება და ჩარიცხვა როგორ ხდება, მამა გიორგი, ეს საუბრის დასასრულს. კი ბატონო, მოგახსენებთ როგორც უკვე თქვით, ჩვენ ამ სკოლაში საბაკალავრო პროგრამაზე ეროვნული გამოცდები ბარდება მხოლოდ ქართულ ენასა და ლიტერატურაში, ეროვნულ საგამოცდო ცენტრში, ამის შემდგომ დიახ და ამის შემდგომ აბიტურიენტი მოდის ჩვენთან და უკვე ტარდება შიდა გამოცდები ქრისტიანული მოზრუების საფუძვლებში, საქართველოს ისტორიაში და უცხოენაში. ბევრ უპირატესობაზე ვისაუბრეთ და ერთ-ერთი კიდევ ერთხელ შევახსენოთ მაყურებელს, რომ ყველა ფაკულტეტზე სწავლა არის უფასო სასულიერო სემინარიასა და აკადემიაში. ძალიან დიდი მადლობა მობრძანებისთვის, წარმატებებს გისურვებთ და დაგემშვიდობებით. თქვენ გიშეგახსენებთ სტუდიის სტუმრები გახდნენ თბილისის სასულიერო სემინარიის დეკანი სიონის საპატრიარქო ტაძრის მღვდელმსახური მღვდელი გიორგი ვაშალონიძე, თეოლოგიის დოქტორი თბილისის სასულიერო სემინარიის პედაგოგი ირაკლი ორჟონია და ლუკა სიმონიშვილი თბილისის სასულიერო სემინარიის კურსდამთავრებული. ჩვენი ჟურნალისტი ნინი გელაშვილი მოგვიყვება ერთი ოჯახის საქმიანობის შესახებ და გვეტყვის თუ როგორ გაჩნდა იდეა ბებიის დანატოვარი რეცეპტების რვეულიდან ახალი საქმის დაწყებისა. ნახოთ სიუჟეტი.
დაიწყო ჩემი დიდიბებისგან. დედა ჩემი უყურებდა ხოლმე ბავშვობაში როგორ ამზადებდა ჩემი დიდიბებია საპნებს. თუმცა ბავშვობაში არ დაინტერესებულა ამითი და 5 წლის წინ, როდესაც კარანტინის პერიოდი იყო, მაშინ შემთხვევით იპოვა მისი საპნების რეცეპტების სრეული და უბრალოდ სახლში თავისთვის გააცოცხლა ეს ბებიის ტრადიცია, ასე ვთქვათ. როგორც ამბობენ, ყველა მოგონებას თავისი სურნელი აქვს. ბებიის შენახულმა საპნის ძველი რეცეპტების სრეულმაც სურნელოვან მოგონებებთან ერთად ახალი იდეის დაბადებას შეუწყო ხელი. 5 წლის წინ სწორედ ასე გაჩნდა კუმპიტოს იდეა, რომელიც დღეისთვის ხელნაკეთი საპნების მრავალფეროვან ნამუშევრებს აერთიანებს. აქ თაფლით, ლავანდითა და სხვადასხვა ხილით გაჯერებული ყველა საპონი ძველ ქართულად კუმპა ორგანული ინგრედიენტებით მზადდება. დაიწყო კეთება თავიდან ჩვენთვის მხოლოდ. შემდეგ რადგან ჩვენ თვითონაც ძალიან მოგვეწონა გავუზიარეთ მეგობრებს, შემდეგ მეგობრებშიც დიდი მოწონება დაიმსახურა და აქედან გადავწყვეტეთ მერე რომ უკვე გაგვეტანა ხალხისთვისაც და გვეჩვენებინა ეს ყველაფერი. თავიდან დავიწყეთ ონლაინ მაღაზიით და დღეს უკვე მოვედით აქამდე. რეცეპტები მრავალფეროვანია. საპნის ფერსა და არომატზე მუშაობის დროს მცენარეებსა და ორგანულ ზეთებს იყენებენ, რაც ნამუშევრების მთავარ უპირატესობას წარმოადგენს. სანამ საპონი ასეთ ფორმას მიიღებს, მზადების პროცესი რამდენიმე ეტაპს გადის. თავიდან დავიწყეთ სახლში, რაც მოყვავდა იმ მცენარეებს ვიყენებდით ხოლმე. დაფნას მაგალითად და ასე შემდეგ. იდეაც ეს იყო ჩვენი ბებიის, რომ საკვები ინგრედიენტებით, აი რაც სახლში მოგვეპოვებოდა, ამითი ამზადებდა ხოლმე საპნებს და ზუსტად ეს გადმოვიტანეთ, ეს კონცეფცია გვაქვს დღემდე. მხოლოდ საკვები ინგრედიენტებს ვიყენებთ, ანუ რომ ჩაკვიჩო და ჭამოთ, არაფერი დაგემართებათ, უბრალოდ გემო არ ექნება. აბსოლუტურად ყველაფერს ვიყენებთ საკვები ინგრედიენტებს, რაც გულისხმობს მცენარეებს, სუნელებს. ხელნაკეთი პროდუქციის გამოყენებას თავისი წესებიც აქვს. ამისთვის მნიშვნელოვანია კანის სტრუქტურასთან ერთად ალერგიული ფონის გათვალისწინებაც. და როდესაც ჩვენთან მოდის მომხმარებელი, აბსოლუტურად ყველანაირ ინფორმაციას ვაწვდით რა არის შიგნით საპონში, იმიტომ რომ აი მაგალითად თუ მომხმარებელი ალერგიული არის თაფლზე, თაფლის საპონი წაიღო, აუცილებლად მისცემს ალერგიას, იმიტომ რომ ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვეულებრივი თაფლი გადაისვა კანზე. აქედან გამომდინარე, აბსოლუტურად ყველანაირ ინფორმაციას ვაწვდით მას და ამის მიხედვით ვარჩევინებთ საპონს. იდეის ავტორები მუდმივად ცდილობენ, ოჯახური ტრადიციით დაწყებული ამბავი უფრო მეტად განავითარონ და პროდუქციამ ფართო მომხმარებლის ინტერესი გამოიწვიოს. მთავარ მამოძრავებელ ძალას კი სიახლეების ძიებასთან ერთად ძველისა და ახლის ორგანული სინთეზი წარმოადგენს. ახლა შეგვიძლია რომ შევიდეთ შიგნით და გაჩვენოთ როგორ დავამზადოთ საპნი. ეს არის საპნის ზეითუნის ბაზა. და ვაკეთებ თაფლის და ზეითუნის სეთის საპნს, რომელიც არის დამატენიანებელი არის მშრალი კანისთვის. ზედმეტად გამომშრალი კანისთვის. ატარება ჭრი უბრალოდ იმიტომ რომ მარტივად დადნეს. დადნობის შემდეგ უკვე დავამატებ ინგრედიენტებს. ინგრედიენტებიდან გამომდინარე აქვს სხვადასხვანაირი ბაზა, მაგალითად ალოეს ბაზა არის, ზეითუნის ზეთის ბაზა. ახლა დაველოდებით როდის დადნება ბაზა, შემდეგ დავამატებთ ინგრედიენტებს, გადავიტანთ ყალიბში და ყალიბში უკვე მიიღებს საბოლოო ფორმას. ახლა უკვე ზეითუნის ზეთის ნაზავში უნდა დავამატო ნატურალური თაფლი. ახლა დავამატებ ჩვენ საიდუმლო ინგრედიენტს. ბუშტები რო გავაკეთოთ ასხავთ სპირტს და უბრალოდ ოთახის ტემპერატურაზე ვტოვებთ და დაახლოებით 1 საათნახევარში უკვე საპონი მზად იქნება.
დავბრუნდით ეთერში სტუმრებთან ერთად, გეტყვით, რომ 4 ივლისს 18 საათზე მწერალთა სახლში გაიმართება თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის გუნდის ბაზაზე შექმნილი კვარტეტის კონცერტი. კვარტეტის სახელწოდებაა გელა და ბანოვანი. მათი რეპერტუარი მოიცავს ქართულ, ქალაქურ და ხალხურ სიმღერებს. კვარტეტი 5 წლის წინ პანდემიის დროს ჩამოყალიბდა. თემაზე სასაუბროდ შემოგვიერთდნენ იამზე გურჩიანი და ნელი მამუჩიშვილი კვარტეტის წევრები, რა თქმა უნდა, სხვა წევრებთან ერთად. დილომშვიდობისა, ძალიან დიდი მადლობა ჩვენთან მოგზაურობისთვის. წარადგენთან თქვენს ნებართვით, კვარტეტის ხელმძღვანელი და კაპიტანი ქეთინო ჯანჯალია, კვარტეტის წევრი. რომელთაც რა თქმა უნდა ცოტა მოგვიანებით გაგაცნობთ უფრო ახლოს და რა თქმა უნდა სიმღერით სიმღერებს რა თქმა უნდა. მეორებ შეგვიძლია. დიდი მადლობა ჩვენთან მოგზაურობისთვის, კიდევ ერთხელ მოგესალმებით. უთხარით უკვე დაახლოებით კვარტეტის შექმნის შესახებ ჩვენს მაყურებელს, თქვენ რომ მოგვიყვეთ დეტალურად. როგორ შეიქმნა, როდის შეიქმნა კვარტეტი, რა არის მისი მთავარი იდეა მისი შექმნის? პირველ რიგში მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა თქვენს ტელევიზიას, რომ ჩვენ გვხვდა პატივი, რომ აქ მოსულ ვიყავით და ამ გადაცემაში მიგვიღო მონაწილეობა. ძალიან დიდი მადლობა და მივესალმებით ჩვენს ტელემაყურებელს. ჩვენი კვარტეტის ისტორია დიახ, სწორად ბრძანებთ, როდესაც დაიწყო პანდემია, ჩვენ ფაქტიურად მაშინ თეატრი ვეღარ მუშაობდით და იმ პერიოდში ძალიან ბევრი თავისუფალი დრო გქონდა. და შესაბამისად, ეხლა ჩვენ მანამდე გქონდა კიდევ დასაწყისი იყო ჩვენი, რომ დაბადების დღეებზე ერთმანეთს უმღეროდით ხოლმე, ოჯახებში, როცა ჩვენ მეგობრები ვართ 4-ვე და როდესაც ოჯახებში შევიკრიბებოდით ხოლმე, იდეა გამოთქვით ესეთი სურვილი, რომ იქნებ ქალაქური რაღაცა სიმღერები ჩვენ ერთმანეთისთვის გვემღერა დაბადების დღეებზე, სუფრებზე და აქედან ჩაეყარა საფუძველი საერთოდ თავიდან ჩვენს კვარტეტს. შემდეგ რა თქმა უნდა, როდესაც იყო თავისუფალი დრო, ჩვენ ბატონი გელა აბესაძის ხელმძღვანელობით გადავწყვიტეთ, რომ შეგვექმნა რაღაცა საინტერესო ჩვენი ფოლკლორისთვის, ჩვენი პირადი სიამოვნებისთვის და რატომაც არა, როდესაც ბაზა გქონდა ჯერ კიდევ ბავშვობაში, როდესაც სკოლის გუნდში მღეროდი მე პირადად ძალიან ბევრი ხალხური სიმღერები მაშინ მაქვს ნამღერი. ხო და აქედან გამომდინარე ჩვენ ძალიან დიდი სურვილი გქონდა, რომ გაგვეკეთებინა ფოლკლორში რაღაცეები. სხვათა შორის ძალიან ბევრი ვოკალისტი ფოლკლორში ვერ მღერის, თუ გინდათ ქალაქურ სიმღერებში, იმიტომ რომ მაინც ცოტა სპეციფიკური ჟანრი არის ეს. ხო და აქედან დავიწყეთ მეცადინეობა, ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი უამრავი სიმღერა გაკეთებული ყველა კუთხის ფოლკლორული სიმღერები და პლუს კომპოზიტორების დაწერილი ქალაქური სიმღერები და ნუ ძალიან ბევრი სიმღერა გვაქვს გაკეთებული ამ პერიოდის განმავლობაში. კაპიტანი, როგორ შეერჩა რეპერტუარი, იმიტომ რომ მრავალი არის თავისთავად არაერთი სიმღერა, როგორც ფოლკლორული, ასევე ქალაქური ჟანრის ნომრები და სიმღერები, მაგრამ საინტერესო არის თავად როგორ ფიქრობთ ხოლმე, თუნდაც იგივე ვთქვათ 4 ივლისს რა უნდა წარუდგინოთ მაყურებელს და მსმენელს რა რეპერტუარით წარსდგებით მათ წინაშე. დიდი რეპერტუარი გვაქვს. რთულია თავისთავად გამორჩევა. დიდი რეპერტუარი გვაქვს. ჯერ დავიწყეთ ბატონი გელა აბესაძე, ჩვენი ლოტბარი, ჩვენი ფუძემდებელი. მან ჩაგვიყარა საფუძველი იამზე, როგორც თქვა და სუფრული სიმღერებით დავიწყეთ. მე უფრო მეტი მოგვინდა და გამოგვივიდა. ბევრი ქალაქური სიმღერა გვაქვს, ყველა კუთხის ხალხური simღერა გვაქვს. აი ახლა 4 ივლისს ამ ყველაფერს წარუდგენთ ხალხურსაც, ქალაქურსაც და თვითონ გელა აბესაძის სიმღერასაც პრეზენტაციაზე პრემიერა გვექნება ამ სიმღერის 40 სიმღერა დაწერა სხვათა შორის და გვინდა რომ გავაცნოთ მაყურებელს, მსმენელს. რეპეტიციებიც ალბათ აქტიურ ფაზაშია, ხომ 4 ივლისის კონცერტისთვის. რა თქმა უნდა. პანდემიის პერიოდი, აი იმ პერიოდში შეიქმნა, როგორც ვუთხარით, მაყურებელს თქვენი კვარტეტი. რამდენად ხელისშემშლელი იყო შეკრებების კუთხით? ახერხებდით თუ არა ხშირად? სხვათა შორის ხელისშემშლელი. კი ბატონო, იყო და აი ხა გეტყვით კურიოზულ რაღაცებსაც. იმიტომ რომ ჩვენ როდესაც აი თეატრში ფაქტურად იკრძალებოდა, მაშინ არავინ არ დავდიოდა თეატრში, იმიტომ რომ მართლა ძალიან ესეთი პერიოდი თქვენს გახსოვთ რა მდგომარეობაში იყო. და ჩვენ ალექსანდროვის ბაღი, ეხლა 9 აპრილის ბაღია. იქ დავждებოდით სკამებზე და აი ესე მღეროდით, რომ ჩვენ თეატრში არ ქონდა საშუალება, სახლებშიც ეხლა ყველა ერიდებოდა გარედან, ეხლა ქუჩიდან შემოსული ადამიანები, მაინც ეხლა ჩვენ 4 ვიყავით და რაღაცა ინფექცია რო შემოგვეტანა ოჯახებში და მოკლედ აი ესე მაინც კი ბატონო და მე როდესაც უკვე ნელ-ნელა ბადრი მაისურაძეს თხოვეთ, რომ ჩვენ საგრიმიეროში იქნებ შევსულ ვიყავით და ნამდვილად ბატონი ბადრი მაისურაძეს ძალიან დიდი მადლობა, ჩვენი ღირსეული ხელმძღვანელი, რომელმაც ჩვენ
ნება დაქტორო შესულ ვიყავით თეატრში და აი ესე გვემეცადინა ჩვენი რეპერტუარი. დიახ, ჩვენ მაყურებელს ვუთხარით, რომ ლამაზი სიმღერების მოსმენის საშუალება ექნებათ მათ და როგორც ვთქვათ, თუ რა სიმღერები უნდა შევსრულოთ დღეს და უკვე შევერთდით თქვენი კვარტეტის წევრებს და დავტყვეთ. პირველი სიმღერა ეს იქნება მოდი ჩემთან და მეორე იშხნელების გაზაფხული მოდის. ეს ორი სიმღერა გვინდა. კიდევ ერთხელ რომ შევახსენოთ და უთხრათ მაყურებელს, როდის და სად გაიმართება კონცერტი გელა და ბანოვანის. 4 ივლისს 6 საათზე მწერალთა სახლში იქნება ჩვენი კონცერტი. ანუ ეს იქნება ჩვენი პირველი სოლო გამოსვლა საზოგადოების წინაშე და პლუს ჩვენთან ერთად მონაწილეობას ღებულობს ქალბატონი თინიკო მაჭავარიანი, რომელიც პროფესიით არის ექიმი და ჩვენთან ერთად რამოდენიმე თავის დაწერილ ლექსს წაიკითხავს. ძალიან დიდი მადლობა, წარმატებები გვინდა გისურვოთ, აი გადაინაცვლეთ. მადლობა ჩვენ. გაიხარეთ დიდი სიამოვნებით. მოგისმენთ. ვიდრე გადაინაცვლეთ, ჩვენ რა თქმა უნდა წარვადგინეთ კვლავ მაყურებლისთვის თქვენს თავს. ოპერის კვარტეტი, გელა და ბანოვანის წევრები, ქალბატონი იამზე გურჩიანი, ნელი მამუჩიშვილი, კეთინო ჯანჯალია და კვარტეტის ხელმძღვანელი ბატონი გელა აბესაძე იყვნენ ჩვენი სტუდიის სტუმრები და არიან ჯერ კიდევ შეასრულებენ ისინი თქვენთვის ორ სიმღერას. დიდი სიამოვნებით გისმენთ. მოდი ჩემთან დიდი მადლობა, ურმესი მადლობა. კიდევ ერთ გულხმოვანებას მოვისმენთ მეორე სიმღერის სახით. ამჯერად გიტარის თანხლებით. ისმენთ. Gaza
უღრმესი მადლობა, ძალიან დიდი მადლობა. დარწმუნებული ვარ, ჩვენი მაყურებელიც ყვებოდათ და აი ამ სიამტკბილობით დაწყებულ დილას ნამდვილად არაფერი არ ჯობია, ნამდვილად ნაყოფიერი იქნება ეს დღე ყველასთვის. შენთვის რომ ნაყოფიერია, გეტყობა თვალებსაც. ნამდვილად. მცემნებით გეტყვით და წარმოგიდგენთ, რომ ჩვენი სტუდიის სტუმრები იყვნენ ოპერის კვარტეტი, გელა და ბანოვანი, წევრები გახლავთ იამზე გურჩიანი, ნელი მამუჩიშვილი, ქეთინო ჯანჯალია და კვარტეტის ხელმძღვანელი ბატონი გელა აბესაძე. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ თქვენ მობრძანებისთვის. საქართველოს საპატრიარქოს ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა ინფორმაცია და ამ ინფორმაციას გაგეცნობთ. კვირას 29 ივნის წირვის დასრულების შემდეგ ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში დაილოცებიან აბიტურიენტები. ღვთისმსახურება დაიწყება დილის 10 საათზე. წარმატებები რა თქმა უნდა ჩვენს აბიტურიენტებს და დარწმუნებული ვარ რომ მათი სასწავლო გზა ნამდვილად საინტერესო იქნება და ეს ყველაფერი რა თქმა უნდა აისახება იმაზე რომ ბევრი წარმატებული ნიჭიერი მომავალი თაობა ეყოლება ჩვენს ქვეყანას. წარმატებები ჩვენს მომავალ თაობას აბიტურიენტებს. ამით დასრულდა ჩვენი დღევანდელი გადაცემა. სოფიო კუჭავა და გეგინე მსიწვერძე მუშაობდით თქვენთვის. მშვიდობიან და ბედნიერ დღეებს შაბათ-კვირას გისურვებთ. ნახვამდის.